18 საათიანი დიეტა. მითია თუ რეალობა, რომ ნამდვილად იძლევა შედეგს. მოდი განვიხილოთ. მე ლექსო ლეკიაშვილი ვარ, ეს ჩემი არხია, მე დაკლებული მაქვს 38 კილოგრამი და საკუთარ გამოცდილებებს გიზიარებთ. თუ გაინტერესებთ რა უნდა ჭამოთ, როგორ უნდა ჭამოთ, პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერეთ. საქმე იმაშია, რომ 18 საათიანი დიეტა ბუნებაში არ არსებობს. დიეტა არის ცოტა უფრო გრძელვადიანი და 18 საათიანი უჭმელობა არ ნიშნავს დიეტას. ეს არის 18 საათიანი შიმშილი. საქმეც მაგაშია, რომ 18 საათიან შიმშილის დროს ორგანიზმი შეიძლება იკლევდეს წონაში, მაგრამ ეს არ იქნება ცხიმის ხარჯზე კლება. ეს იქნება კუნთისა და წყლის ხარჯზე კლება. შესაბამისად, ჯერ ერთი არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ როგორც კი პირველივე დარღვევა გექნება, ეს წონა ძალიან დიდი ალბათობით დაგიბრუნდება უკან და მეორე. შიმშილის დროს ორგანიზმი ცხიმს აგროვებს. შესაბამისად, როდესაც იკლებს კუნთი, იმატებს ცხიმი. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის 18 საათიანი შიმშილი და შიმშილს აქვს თავისი დადებითი ეფექტები, ოღონდ გარკვეულ პირობებში. თუ მაინც და მაინც შიმშილის და შიმშილობის სასწაულის გაკეთება გინდა, ხო? მაშინ მაგ შემთხვევაში უნდა გქონდეს ბუნებასთან ჰარმონია, უნდა იყოს ნაკლებად სტრესულ გარემოში. შენ თუ სამსახურში უფროსი გადგას თავზე და სტრესულ გარემოში ხარ, ან თუნდაც სახლში, ან თუნდაც სამეზობლოში, რა ვიცი, სტრესის წყარო ყოველთვის არსებობს. თუ მივაქციეთ ყურადღება. შესაბამისად, ასე დროს შიმშილი კიდევ დამატებითი სტრესი იქნება და უბრალოდ ძალიან ცოდვა შენი ორგანიზმი. ამიტომ მოეშვი საკუთარი ორგანიზმის ტანჯვას, მოეშვი ჯადოსნური ჯოხების ძიებას. სისტემური კვება ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, მაგრამ ჯობია ეს სისტემური კვება იყოს კვება და არა შიმშილი. თუ გაინტერესებს როგორ უნდა იკვებო და როგორ გაარჩიო ერთმანეთისგან სასარგებლო და მავნე ჩვევები, მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.